მოგესალმებით. დღეს მინდა რომ ერთად ჩაუხრმავდეთ ისტორიების შექმნის საოცარ სამყაროს. ჩვენ გავივლით ყველა იმ ძირითად საფეხურს, რაც საჭიროა ერთი კარგი დასამახსოვრებელი ამბის მოსაყოლად, დაწყებული პერსონაჟის შექმნით, დასრულებული კი ამბის ლოგიკური ფინალით. გამარჯობა, მე მარიტა მასწავლებელი ვარ და ძალიან მიხარია, რომ ამ საინტერესო მოგზაურობაში თქვენი მეგზური ვიქნები. მოდით, ერთად აღმოვაჩინოთ, რა აქცევს ჩვეულებრივ ტექსტს ნამდვილ ცოცხალ ისტორიად. მას შესამოდით სწრაფად გადავხედოთ ჩვენს დღევანდელ გეგმას. პირველ რიგში ზოგადად ვისაუბრებთ თხრობის ხელოვნებაზე, შემდეგ ვისწავლით, როგორ შევქმნათ პერსონაჟი, მერე გავარკვევთ, რა არის ისტორიის სტრუქტურა და დავიპყრობთ ეგრეთ წოდებულ ამბის მთას. და ბოლოს მოემზადებით საკუთარი ისტორიის დასაწყებად. დავიწყოთ ყველაზე მთავარით, ხო? ნებისმიერი ისტორიის გულით და სულით. ეს, რა თქმა უნდა, პერსონაჟია. იმიტომ რომ სწორედ ძლიერი და დასამახსოვრებელი გმირია ის, რაც ამბავს ამბავთ აქცევს. სანამ დეტალებში გადავალთ, მოდით ერთი წუთით დავფიქრდეთ. აი თქვენ რომ ისტორიას წერდეთ, ვინ იქნებოდა მისი ცენტრალური ფიგურა? გახსოვდეთ, სწორედ მისი თვალით დაინახავს მკითხველი ყველაფერს, რასაც თქვენ შექმნით. კარგი, მოდით აკადემიურადაც განმარტოთ, თუ ვინ არის გმირი. ეს არის ის ცენტრალური პიროვნება, რომლის გარშემოც ტრიალებს მთელი ამბავი. სულაც არ არის აუცილებელი, რომ ის იდეალური იყოს. მთავარია, რომ მისი მოგზაურობა და მისი გადაწყვეტილებები ამოძრავებდეს სიუჟეტს. და როგორ ვაქციოთ ეს იდეა ცოცხალ სუნთქვის მქონე ადამიანად? ძალიან მარტივად. დავსვათ სწორი კითხვები. მაგალითად, როგორ გამოიყურება? რითი ირჩენს თავს? რა აცვია? როგორი სტილი აქვს? რა უყვარს და რა სძულს? რა აქვია? და ბოლოს, სად ცხოვრობს, სად შეიძლება მას შევხვდეთ. თითოეული ეს პატარა დეტალი თქვენს გმირს უფრო რეალურს გახდის. კარგი, პერსონაჟი უკვე გვყავს, მაგრამ მას სჭირდება სამყარო, სივრცე, სადაც იმოქმედებს, სადაც მისი თავგადასავალი განვითარდება. სწორედ აქ შემოდის ისტორიის სტრუქტურა, ანუ ჩვენი თხრობის ხერხემალი. მარტივად რომ ვთქვათ, ისტორიის სტრუქტურა არის უბრალოდ მოვლენების ლოგიკური თანმიმდევრობა. იცით, ეს იგივეა, რაც შენობის გეგმა, ან რუკა, რომელიც გვეხმარება, რომ გზას არ ავწდეთ და მკითხველით საწყისი წერტილიდან ფინალამდე მშვიდობით მივიყვანოთ. და რატომა ეს სტრუქტურა ასეთი მნიშვნელოვანი? აი შეხედეთ, როცა ისტორია ორგანიზებულია, ყველაფერი ლოგიკურია, წყალივით მიედინება. მაგრამ მის გარეშე ვიღებთ სრულ ქაოსს. დაგსაქსულ მოვლენებს და დამაბნეվել სიუჟეტს, რომელსაც მკითხველი უბრალოდ ვერ გაიგებს. სტრუქტურის ასახსნელად უამრავი მოდელი არსებობს, მაგრამ დღეს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და სიმართლე გითხრათ მარტივ მოდელს გამოვიყენებთ. ამას ამბის მთა ჰქვია. ინგლისურად The Story Mountain. მოდით წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენი ისტორია არის მთა, რომელზეც ჩვენს გმირთან ერთად უნდა ავიდეთ და შემდეგ ჩამოვიდეთ. აი ეს არის ჩვენი მთა და მისი ხუთი ძირითადი ეტაპი. შესავალი, შემდეგ განვითარება, მწვერვალზე გვაქვს პრობლემა, მერე მოდის მისი გადაწყვეტა და ბოლოს დასკვნა. თითოეულ მათგანს გადამწყვეტი როლი აქვს. მზად ხართ? დავიწყოთ ასვლა. ჩვენი მოგზაურობა იწყება მთის ძირიდან, ეს პირველი ეტაპია, შესავალი. ეს ის მომენტია, როცა მკითხველს, ასე ვთქვათ, სცენას ვუმზადებთ, ვაცნობთ, ვინ არის ჩვენი გმირი, სად და როდის ხდება მოქმედება. კარგი, ავდივართ აღმართზე. ეს არის განვითარების ეტაპი. აქ უკვე ვამატებთ დეტალებს, ვძაბავთ სიტუაციას, ვქმნით ინტრიგას. მკითხველი უკვე უნდა ფიქრობდეს, აბა რა მოხდება შემდეგ. და აი, მივადექით მწვერვალს. ესა ისტორიის კულმინაცია, პიკი. მომენტი, როცა ჩვენი გმირი ყველაზე დიდ პრობლემას, ყველაზე დიდ გამოწვევას აწყდება, რომელმაც მთელი მისი ცხოვრება შეიძლება შეცვალოს. ამ პრობლემას ხშირად დილემასაც ეძახიან. იცით, ეს ისეთი სიტუაციაა, როცა გმირს წარმოუდგენლად რთული არჩევანის გაკეთება უწევს. სწორედ ეს შინაგანი თუ გარეგანი კონფლიქტია მთელი ისტორიის ძრავა. მწვერვალი დავიპყარით. ახლა დაშვების დროა. ეს არის გადაწყვეტის ეტაპი. აქ გმირი უკვე აღარ ზის გულხელდაკრეფილი, ის აქტიურად მოქმედებს, რომ პრობლემა როგორმე მოაგვაროს და გამოსავალი იპოვოს. ხოლო თავად გადაწყვეტა ეს არის ამ პრობლემის პასუხი. კარგი ამბავი აუცილებლად უნდა გვთავაზობდეს ამ კონფლიქტის რაღაცნაირ დასასრულს. მკითხველს არ უნდა დარჩეს განცდა, რომ ყველაფერი ჰაერში გამოეკიდა და გმირის ბრძოლას აზრი არ ქონდა. და ბოლოს, ვბრუნდებით იქ, საიდანაც დავიწყეთ, მთის ძირში. ეს დასკვნაა. აქ ყველაფერი თავის ადგილზე ლაგდება, ყველა კითხვას პასუხი გაეცა, სიუჟეტური ხაზები იკვრება და ამბავიც ლოგიკურად სრულდება. აი ასე, ჩვენ ერთად გავიარეთ მთელი ეს გზა, შევქმნით პერსონაჟი და ავედით ამბის მთაზე.
ახლა თქვენ გაქვთ ყველა საჭირო ინსტრუმენტი და ასე ვთქვათ რუკა, რომელიც დაგეხმარებათ. ასე რომ, ახლა თქვენი ჯერია. და სანამ დაგემშვიდობებით, მინდა რომ ეს ერთი რამ კარგად დაიმახსოვროთ. კარგი ისტორია ეს არა უბრალოდ მოვლენების კრებული. როგორც აქ წერია, იდეები ერთმანეთთან უნდა იყოს დაკავშირებული და ლოგიკურად უნდა მიედინებოდეს. აი, სწორედ ეს არის თხრობის ნამდვილი მაგია. ახლა კი, როცა ეს ყველაფერი იცით, დაფიქრდით. დარწმუნებული ვარ თქვენს თავში უკვე არსებობს ისტორია, რომელიც მოყოლას ელოდება. უკვე იცით როგორ ააგოთ მისი თავგადასავალი. მაშ, რას ელოდებით? რა ისტორიას მოყვებით თქვენ?